საქართველო, რუსეთი, ჩინეთი გაშიფრულია სატრანზიტო გეგმა, რომლის მიხედვითაც ბირთვული მასალის შეძენასა და გატანას ჩინეთის მოქალაქეები გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ისინი ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას თბილისში დააკავა. გამოძიების მიხედვით საქმეში ფიგურირებს $400,000 და ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ჩამოიყვანა. ურანის შეძენას კი კოორდინაციას ჩინეთიდან უწევდნენ. დანაშაული, რომლის ჩადენასაც დაკავებულებს ედავებიან, 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლო ხვალ 12 საათზე იმსჯელებს. ეს კადრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების მიერ თბილისში ჩატარებულ ოპერაციას ასახავს, რომლის შედეგადაც ჩინეთის 3 მოქალაქეა დაკავებული. ბრალდება მძიმეა ბირთვული მასალის შეძენის მცდელობა. უწყების ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები $400,000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ 2 კილოგრამი ურანის შეძენას ცდილობდნენ, რომელიც რუსეთის ფედერაციის გავლით ჩინეთში უნდა გაეტანათ. დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება. გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით. ვის რა როლი და ბრალი აქვს ამ საქმეში, ეს დეტალურად სასამართლო განხილვების ეტაპზე გაირკვევა. ამ მომენტისთვის არც ერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატებმა საქმის მასალები უკვე ჩაიბარეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის დატოვების შემდეგ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა პირველადი პოზიციებიც გააჟღერეს. საქმის მასალები სრულად გადმომეცა, გავეცნობი ამ საქმის მასალებს. თვითონ პიროვნებამ აღნიშნა, რომ ამ ბრალი რო დაუკითხეთ და გავაცანით, აღნიშნა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით თარჯიმანი იყო თვითონ და არაფერი თვითონ ბრალში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებს არ აღიარებს. მე თარგმნი დიდიო, ჩვეულებრივადო ჩამოვედიო. კომპანიასთან დაკავშირებით რაღაც რეალიზაცია, მაგრამ ურანთან და ამასთან აბსოლუტურად ლეგალურად შემოვიდა, კანონიერად იმყოფებოდა, ყავს პატარა ბავშვი, მცირეწლოვანი, ამიტომ დანაშაულებრივი ქმედებაში არადროს არ ყოფილა შემჩნეული და ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ადვოკატები ამბობენ, რომ დაკავებულები საქართველოში საზღვრისკვეთის წესების შესაბამისად მოხვდნენ და ქვეყნის ტერიტორიაზეც კანონიერად იმყოფებოდნენ. თუმცა ვიზიტის კონკრეტულ მიზნებზე და აქ საქმიანობის დეტალებზე დღეს არ უსაუბრიათ. ცნობილია მხოლოდ ხანგრძლივობა. ჩინეთის 2 მოქალაქე, 1 ქალი და 1 მამაკაცი საქართველოში დაახლოებით 2 თვეა იმყოფება. მესამე პირი კი მათ რამდენიმე დღის წინ შემოუერთდა. ის რომ სამივე ბრალდებულს ერთმანეთთან ნაცნობობა აკავშირებდათ, ადვოკატების მხრიდან დასტურდება. ეს ბატონი ჩამოვიდა საქართველოში ბათუმში ჩამოვიდა, რა თქმა უნდა, მას საზღვარი კანონიერადაა გადმოლახული, ქონდა რაღაც კონკრეტული, რა თქმა უნდა, კანონიერი მიზნები, რაც შეეხება სხვა ბრალდებულების შემხებლობას მასთან, ეს ბრალდებულები უკვე აქ იმყოფებოდნენ და მათ აკავშირებდათ, ასე ვთქვათ, ნაცნობობა მხოლოდ და ამის გამო დაუკავშირდა მას ისინი, რომ რაღაც ნაცნობობის გამო რაღაცა კონკრეტულ საკითხში სურდა დახმარება, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ურანის შეძენას. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.